ისეთი გემრიელია, შემედია ყოველ დღეში. გურმანებს მოგესალმებით გულმანები, ენის გასატეხია. დღეს ჩვენ უნდა გამოვაცხოთ მარინა ბებოს რეცეპტით ძახვის ნამცხვარი. აი რეცეპტი. ერთ ჭიქა შაქარი უნდა შევაძილოთ 1 კვერცხს. დავუმატოთ 100 გრამი კარაქი. დავაყაროთ 2 სუფრის კოვზი კაკაო. თავფშნოთ 2 კოლოფი ორცხობილა. ძველებული პეჩენია და 50 გრამი ნიკოზი. წამოვადუღოთ ცეცხლზე. მიღებული მასა კალკის ქაღალდზე გადმოვიდოთ და მივცეთ ძახვის ფორმა. შევდოთ მაცივაში, საყინულში, რომ კარგად გაიყინოს და დაველოდოთ სანამ კარგად არ გამიკოვრებდება. გამოვიღოთ დავჭრათ ძახვის ფორმებზე და რა გემრიელად მივიღოთ. დავიწყოთ. მივიღეთ ასეთი გოგლი მოგლი, შემდეგაც დავამატოთ 100 გრამი კარაქი. შეგვიძლია ნებისმიერი კარაქი გამოვიყენოთ, ოღონდ მარილიანს მოგავიყენოთ. კარაქი უკვე დავჭრით და ახლა ჩავყრით მარილს. მარილს რა ვანი? ვანილი, მარილი არ ჩაყაროთ. შემდეგაც დავამატეთ 2 სუფრის კოვზი კაკაოს. კარაქი მე ცეცხლზე უკეთესად ნება. ასეთ მასას რომ მივიღებთ, უნდა ჩავფრთხოთ პეჩენი. ეს ხავარია ძალიან წვრილი და უნდა დავუწყოთ. უნდა დავუწყოთ პატარა. პეჩენია დაუშვენი და ახლა გადავალთ ნიკოზის პეჩენს. ახლა კი ჩავყაროთ. ახლა ნელ ცეცხლზე უნდა მოვურიოთ. სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას, რასაც აუცილებლად გაჩვენებთ. გადმოვიღეთ უკვე გაზი და ეხა მივთავაზეთ ამ კალკის ქაღალდზე და შევდებთ მაცივაში. ვეცდებით რომ მივცეთ ძახვისნაირი მრგვალი ფორმა. უნდა მივცეთ მრგვალი, ანუ ძახვის ფორმა. ახლა კი გადაგვაქვს საყინულში. პირველი პორცია უკვე შევდეთ საყინულში და უკვე დასაჭერად მზად იქნება 2-3 საათში. ახლა კი გადავიდეთ მეორე პორციის მომზადებაზე. ისეთი გემრიელია კაცი ახალ შეწევს, მაგრამ რადგან სუფრაზე უნდა დაიდოს ძახვის ფორმით, გაყინვა აუცილებელია, რომ კარგად დაიჭრას. შემდეგსაც ვამზადებთ ანალოგიურად.
მესამე პროცესაც ასე დავამგვალებთ და გაჩვენებთ როგორი გამოვა ხვალ, რადგან უკვე ძალიან გვიანია და ვერ მოესწრება დღეს. აი თქვენ როგორი გამოდიოთ დაწერეთ კომენტარებში. დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი გამოდიოთ. უკვე გაქონდა და მზად იქნება დასაჭერად. ხათი შორის ერთი პირველი წაიღოს სამსახურში. და იმედია იქაც მოეწონებათ. უკვე ასე გამიყრიდა და მზადაა დასაჭერად. უკვე დავჭერეთ და დროა რომ გავსინჯოთ. ესეთი გემრიელია შემედია ყოველ დღეში.